ტანკ 700. ეს არის სუსუ ახალი თენკი, გამოვიდა წელს. ამანქანას ვერ შევადარებთ უკვე სხვა ავტომობილებს, სხვა თენკებს. ეს არის რაღაცა ახალი, არ არის რაღაც მოდელის, ასე ვთქვათ, განვითარება, არა, ეს არის სუსუ ახალი მოდელი, სულ სხვანაირია. მიუხედავად იმისა, რომ ესეც ეგრეთ წოდებულ რამაზე დამდგარი SUV-ია, მაღალი გამავლობის ავტომობილია, მაინც სულ სხვანაირია. უყენია 3 ლიტრიანი ძრავი, რომელიც არის 360 ცხენის ძალის და უყენია ელექტრომოტორი, რომელიც არის 162 ცხენის ძალის. ორივე ერთად გვაძლევს სინერგიაში 523 ცხენის ძალას. ვნახოთ რა არის Tank 700. ესე იგი, ვნახოთ რა ხდება შიგნით. უკვე ვხედავთ ბევრ განსხვავებას, მაგალითად აღარ არის სახელური. სახელური გადმოვიდა ქვევით. რა თქმა უნდა, გაიღო ფეხის დასადების საფეხური, მაგრამ ვაკეთებთ რას? კიდევთ მარცხენა ხელს, ვჯდებით. მართალი რომ გითხრათ, ესეთი მაღალი ავტომობილისთვის აქ სახელური იქნებოდა უკვე არც თუ ისე მოსახერხებელი, ძალიან მაღალია, ამიტომ დაუყენეს სახელური აქ. აი, ამას უკვე ქვია პრემიალური ტენკი. ეს არის უმაღლესი ხარისხის მასალა, ალკანტარა, ტყავი, ალუმინი. ვერც მიხვდებით რომელია პლასმასი და რომელია ალუმინი. მე მგონი პლასმასი აქ საერთოდ არ არის, ყველაფერი ალუმინისგანაა გაკეთებული. უბრალოდ სხვადასხვა ფორმები აქვს ამ ალუმინის. ღილაკები რო ღილაკებია, ალუმინია. ნახოთ რა ხდება ჩემს უკან. ეხლა კი რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ერთი და იგივე ტექსტი. 191 სანტიმეტრი ორმე, ვზივარ წინ კარგად. ეხლა ჩემს უკან დავждები. ძალიან დიდი სივრცეა, აი მართლაც ძალიან დიდი სივრცეა. თავამდე, სახურავიდან თავამდე ამდენი ადგილი. წინ ორი მუშტი, სახელური. დეფლექტორი აქვს გვერდზე და დეფლექტორები აქვს შუაში. რაც ეხება, ნახოთ რა ხდება აქეთ. ესე იგი, რა გვაქვს აქ? აქ გვაქვს ცენტრალური armrest-ი. ეს არის როგორც Tank 500-ში, პრაქტიკულად დიზაინს იმეორებს. ეხლა ვიპოვი, ინტუიტულად გასაგებია. დაიჭერს თქვენს ჭიქას. რა ზომისაც არ უნდა იყოს, მოერგება. აქ გვაქვს კლიმატ კონტროლის მართვის სისტემა, სენსორულია. აქ გვაქვს USB Type-C, USB Type-A და 12 ვოლტიანი. სხვათა შორის აქ რაღაცის ჩადებაც შეიძლება და ამიანაც წავა. აქ დასადებით აროა. შემდეგ. აი აქ გვაქვს ოღონდ როგორ გავხსნა ჯერ არ ვიცი, ეხლავე დავაფიქსირებ, ალბათ სავარაუდოდ სენსორული ეკრანიდან ხდება ყველაფერი. ავწიეთ ზევით, ვიპოვეთ სად არის ფანჯარა, აქ ყველგან არის მასაჟი, ყველგან არის გაგრილება, ყველგან არის გათბობა სავარძლების, მოკლედ ყველაფერი ყველგან არის ნებისმიერ კომპლექტაციაში. ეხლა გავარკვიოთ როგორ გავაღოთ სად არის 1 ჩინურად არის უბრალოდ და ჯერჯერობით ვერ გავერკვიეთ. ეს არის მუსიკა. სხვათა შორის ჰარმან კარდონის მუსიკა უყენია, ძალიან ხარისხიანია. თუ არ ვცდებით 16 სპიკერი აქ ირგვლივ. აი, მე მგონი ვიპოვე. აი. ესე იგი წარმოიდგინეთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჩინურ ენაზე წერია, ინტუიტიურად იმ დონეზე გასაგებია, ნახატებია ელემენტარულად, რომელსაც ვაჭერ და ვიცი რა, როგორ გავაკეთო. აი, ახლა მაგალითად ვცვლი ფერს. ეხლა არის ლურჯი ფერი. გავაკეთოთ, შევცვალოთ. ჩავაქრე, ავანთე. შევუცვალე სხვადასხვა განათების რეჟიმები, ფერები, მოკლედ, განვაგრძოთ. სხვათა შორის ამის სენსორული ეკრანი მუშაობს ბევრად უფრო უკეთესად ვიდრე Tank 500-ში. ბევრად უფრო კარგი დასაჭერია, ბევრად უფრო სწრაფად მუშაობს ყველაფერი. ძალიან სწრაფად პატარა iPad-ია, რომელიც მუშაობს მშვენივრად. აი, ახლა ხან გავთიშე კონდიციონერი. აი, მაგალითად. Tank. 后排请说。 დაკაი ჩონჰო. 正在调节哦。 ასევე. Tank. 后排请讲。 გვამბი ჩონჰო. 正在调节哦。 სადაც არ უნდა ვიჯდე,
იმ ფანჯარას გააღებს და იმ 相关地址 ადგილისთვის გააკეთებს ყველაფერს. QQ 音乐账号 Tank, tank. 后排请说 Bye bye. არა. არის ეს ინგლისური. გავაგზავნოთ მიმოხილვა. Tank 700, Tank 700. ნახოთ რა ხდება საბარგულში. გავითვალისწინოთ, ეს არის ჰიბრიდული ვერსია. გვახსოვს რა ხდებოდა Tank 500-ში? რა გვაქვს უკან? საბუფერი, პატარა ჩამოსაკიდებელი, ღილაკები. აი რას აკეთებს ეს ღილაკები? კეცავს უკანა სავარძლებს. დაიკეცა. აბა ეხა. და რა თქმა უნდა, ისევ დაბრუნდება უკან. Tank 700-ში კიდევ ერთი რაღაცა ვიპოვეთ. რა ვიპოვეთ? აქ გვაქვს. აი ნახეთ რა გვაქვს. აი ეს გაჩვენებთ რისთვის იქნება მომავალში და რატო დევს ამ მანქანაში. ამწევი ჟილეტი. სხვადასხვა ყველა თანკის მანქანაში დევს ჟილეტი. ეს არის სულ ყველაფერი, რაც გვაქვს Tank-ში. სხვადასხვა Tanks აქვს პნევმო რეგულირებადი ამორტიზატორები. შეგვიძლია ავწიოთ და ჩავწიოთ. წარმოიდგინეთ რა სიმაღლეა ეს ავტომობილი. ძალიან მაღალია, აიქამდე არის ჩასადები სიმაღლე. ვაჭერთ ღილაკს. წავიდა ავტომობილი. ქვევი. შეხედეთ, როგორ მალე ავა უკან. საკმაოდ სწრაფად. ალბათ ძალიან მძიმეა ეს უკანა კარები, იმიტომ რომ უზარმაზარი ბორბალი აყენია, თვითონ კარებიც მასიურია და რა თქმა უნდა გვეგონება რომ ეს კარები ქვევით ჩამოიწევა დროის განმავლობაში, იხმაურებს და ასე შემდეგ, მაგრამ მოიფიქრეს დააყენეს. ძალიან მძლავრი კი ყველა მანქანას უყენია, მაგრამ ამას ძალიან სქელი და ძალიან დიდი რაღაცა უყენია, რომელიც შევა აი აქ და ძალიან კარგად დაიჭერს ეთყობა როგორ იხურება კარები შევიდა შიგნით. ყარად უნდა იყოს ძალიან. მინდა უკანა სავარძლის ზურგის დაკეცვა. როგორ გვახსოვს, მოვქაჩეთ, დავხურეთ. მაგრამ აქ ყველაფერი ელექტროა. წავიდა. აქ ალბათ საათი უნდა გამოჩნდეს. მორჩა. საბარგულში გაჩვენეთ, რომ იყო კაუჭი, შავი ფერის კაუჭი. რისთვის არის ეს შავი ფერის კაუჭი? აქ აყენია მოტორი, აქ არის ტროსი. აწერია კიდევაც 12.5 ტონიანი მოტორი აყენია. გამოვა, ჩააბით, ამოიყვანეს თქვენი მანქანა, სადაც არ უნდა გაიჭედოთ. გათვლილია ესე იგი, რომ ძალიან შორს წავა ისეთ ადგილას, სადაც შეიძლება გაიჭედოს და მხოლოდ 12.5 ტონიანი მოტორი მოეხმარება, რომ ამოიღოს ეს ავტომობილი იქიდან. რა თქმა უნდა, გავარკვიოთ რა ხდება აქ. ამორტიზატორებზე ამას აწერია Tank V6. სხვა ტენკებისგან განსხვავებით, აქ უკვე პრაქტიკულად ქვევით არაფერი არ ჩანს. აქ ბევრად უფრო დახურულია ყველაფერი. 主驾请说请打开拖车钩。好的 坦克，坦克，主驾请说请关闭拖车钩。好的 ეხლა კი როგორც ყოველთვის Tank 700 ჭრიჭინ ტესტი. აბა ვნახოთ. აი უკვე ვიპოვეთ რაღაცეები. აქ ყველაფერი კარგად არის. კარგით, ეს არა უშავს. ეს არ ხმაურობს.
სარკე მშვენივრად. მაგრამ ვიპოვეთ ერთი ჭრიჭინა. ერთადერთი პატარა ნაწილია სალონში, რომელიც არის ალუმინის და პლასმასის და აქვს ხმა. მაგრამ ვინ ეჯაჯგურება ეს ავტომობილს? პრინციპში ვერ ვიტყვით, რომ ჭრიჭინ ტესტი ვერ გაიარა იმის გამო, რომ ეს ჭრიჭინებს ჩავთვალოთ, რომ ამანას ჭრიჭინ ტესტი გაიარა. რა ხდება ინტერიერში? უმაღლესი ხარისხი, ძალიან ლამაზი ყველაფერი. ეს არის კამერაზე გამოსული, მონიტორზე გამოსული კამერა, რა თქმა უნდა, აქ ჩვეულებრივი სარკე არ აყენია. საათი. მეგონა რომ არის ანალოგური, არის სინამდვილეში ციფრული. რაღაცები იცვლება. დუბლირებულია ყველა ღილაკი. აწევა, ჩაწევა. ცვლილება ცვლით მოძრაობის რეჟიმებს. დაიქოქა კიდეც. ოფროუდი ჩაირთო. ღილაკებით ყველაფერი დუბლირებულია. ნახეთ რა ხდება, მოკლედ უამრავ რაღაცას აჩვენებს, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვიანებით, ესე იგი რა ხდება აქ. ნიუანსი, მაგალითად, გავხსენით, გვაქვს შესაერთებელი USB. გავხსენით თავი, შევარჭეთ USB, თქვათ და უკრა მუსიკა. ამოვიღეთ USB, ჩავაგდეთ. აღარ იხურება. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი უნდა დავკეცოთ, იმ შემთხვევაში, რომ ყველაფერი დაიხუროს. ორი უსადენო გაგრილებით ტელეფონის დასატენი, სხვა მანქანებისგან განსხვავებით ეს არ იღება. ხელის დადებით აქ იღება, აგრილებს სხვათა შორის. კაი დიდი ავტომობილია, მიუხედავად იმისა, რომ გაბარიტებს ხშირად ვეჩვევი ხოლმე, ამის გაბარიტები კარგი ის იმ დონეზე დიდია, რომ ცოტა შეჩვევა უნდა, იმხელა კაპოტი აქვს წინ ისეთი. სიჩუმეა. დაიქოქა. სიჩქარეები გადართა. აქ მაქვს ჰუდი, head-up display, რამხელა სარკეები ქონია, იმხელა სარკეა, პრაქტიკულად ხედავ ყველაფერს. აი სარკე. კამერა მიჩვენებს უკან რა ხდება, არ მჭირდება პეტერაშუშაში. თან გავითვალისწინოთ, რომ უკან უზარმაზარი ბორბალი აკიდია და აი ეს გვიმარტივებს ძალიან ყველაფერს, იმიტომ რომ კამერით მიჩვენებს რა და როგორ არის. იგრძნობა, რომ ავტომობილი არის ძალიან ძლავრი. აი იგრძნობა ეს აქსელერატორის დაჭერის დროს, როგორ ესეთი უზარმაზარი დიდი თენკი მოძრაობს და შემიძლია დავაჭირო აქსელერატორს. დავაჭირეთ 1 2 3. ვოჰო! ძრავმა ისე მოიმატა, ეს ხმა გავიგე საიდანღაც შორიდან ისმოდა ძრავმა, რომელიც გააკეთა და წავიდა. პრაქტიკულად რაღაც საიდანღაც შორიდან რაღაცა ხმები ისმის, თუ როგორ მუშაობს ძრავი. ძალიან ესე ბრუტალურად დადის საკმაოდ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რბილია, ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ რაღაცას გადაული და ვერც ვიგრძნობ, რომ რაღაცას გადაუვარე. ძალიან კარგად ჩერდება. სულ არ მეშინია იმისი, რომ შეიძლება დავაჭირო და არ გაჩერდეს, იმიტომ რომ ძიმეა რაღაც. არა, ძალიან მაგრად ჩერდება. აქ რა თქმა უნდა, როგორც ყველა პრემიუმი და ლუქსი მიჩვენებს გზის ნიშნებს, ავტომობილებს, ყველაფერს პრაქტიკულად ირგვლივ. რეალურად უკვე ყველაფერს ხედავ. ძალიან კარგად გძნობ ამ ავტომობილის საჭესთან თავს. დიდია, მართლა, აი რასაც ქვია თენკი, რასაც ქვია ტანკი, ეს არის მართლა ტანკი, ოღონდ პრემიუმ ტანკი. აი ესეთი გზნობებია ამ ავტომობილში. ცოტა შეჩვევა უნდა, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი გაბარიტები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არაო მეგონა რომ არ იქნებოდა, მაგრამ კი. ძალიან დიდი გაბარიტები აქვს, სხვათა შორის ნახეთ კამერა. აქ არის კამერა, რომელიც მიყურებს. დავიღალე, არ დავიღალე, როგორ გძნობ თავს. თუ მინდა გავთიშავ, რა თქმა უნდა, მაგრამ დაიღლებით, ვერ შეამჩნიეთ, რომ დაიღალეთ, მანქანა მიხვდება და გეტყვით, დაიღალე, ცუდად გძნობ თავს. ჯობია გააჩერე, რომ რაღაც ცუდი არ მოგევიდეს. პრინციპში. ამას ყوارსად არ გადაცემს, ანუ არაფერი საშიში ამაში არ არის. ეს ვისაც გონიათ, რომ ინტერნეტში გავა თქვენი ესენი, არა. მანქანაში რჩება ყველაფერი, მანქანა უბრალოდ შეისწავლის თქვენს ხასიათს და მიხვდება, თუ როგორ გძნობთ თავს.
ვუმატებ ან უკრებ ტემპერატურას და აი ამ ზოლზე მიჩვენებს, აი, ლურჯია, ვაცივებ. ცხელია, ვუმატებ, ვათბობ. მთელი ინდიკაციას მიკეთებს თელს პანელზე, რომ რას ვაკეთებ, ვუმატებ და უკლებ სითბოს. რა თქმა უნდა, შიგაწვის ძრავი მუშაობს ცოტათი რაღაცნაირად. არც თუ ისე მე მგონია, რომ არც თუ ისე ნორმალურად ხმები აქვს თითქოს რასაც ეძახიან პერებოებიო, მისფაერები თითქოს ესეთია, მაგრამ სინამდვილეში ხმის მიხედვით რაღაც ესეთი ხმა აქვს. მოკლედ ვერ მიხვდებით. იმასთან შედარებით თუ რითი დავდიოდი, სულ ელექტრომობილები იყო და თანმიმდევრული ჰიბრიდული ავტომობილები იყო. შეიძლება გადავეჩვიეთ, მაგრამ მე მგონია, რომ მაინც აი ამ ხელა რაღაცისთვის ეს V6 ალბათ შეიძლება თქვათ ვერ გაჩავს, მაგრამ ეხლა დამჯდარია ბოლომდე ელემენტი და მოძრაობთ მხოლოდ ბენზინით. გადავართ მექანიკურ რეჟიმში. საჭეზე გადავართ სიჩქარეებს. წავიდა. არ ვიცი მეგობრებო. სიტყვებით აღწერა რაღაც ვერ არის. ცადოთ კიდევ ერთხელ თუ ისმის ხმა. სადღაცას შორს ისმის რაღაცა, მაგრამ შეიძლება ელემენტი უნდა დავტენოთ, რაღაც ჰიბრიდულია და იმიტომ, მაგრამ თქვა დამიჯდა ელემენტი, მე რა ესე უნდა ისმოდეს სადღაცას შორს წინ და მანქანა არ მიდიოდეს, ეს არის ტენკ 700 პრემიუმი? არ ვიცი. 300-ით გავივლით, ბენზინის 300-ით გავივლით და ვნახოთ რა განსხვავება იქნება. არა, განსხვავება ხა რა თქმა უნდა, კოლოსალური განსხვავება იქნება, მაგრამ თითქოს ტუკ-ტუკით მივდივართო, რომელსაც წინა აქვს დიდი ტუკ-ტუკის ძრავი და მოძრაობს ესე. ანუ V6-ის ტუკ-ტუკის ძრავი. რეალურად თუ არ დათენეთ ალბათ ეს და დიდი ხანი ქალაქში არ იმოძრავეთ. ძალიან უცნაური შეგრძნებებია. ძალიან რბილია, ახლა გადავიარეთ ბარიერი, საკმაოდ რბილად, არაფერი ზედმეტი ხმა. ანუ ძალიან კომფორტული და ძალიან აწყობილი და პრემიალური ის არის ავტომობილია, მაგრამ აი ეს ტუკ-ტუკის ძრავი წინ რომ მუშაობს, როცა დამჯდარია ელემენტი, რა თქმა უნდა, ცოტა აფუჭებს შტაბეშტილებებს, რაც არის. უზარმაზარი ტანკი, ყველა კი არ ქვია. Tank 700. დიდია, უზარმაზარია. და V6 ტუკ-ტუკის ძრავი უყენია. ხუმრობს სინამდვილეში. გინდ ტუკ-ტუკის იყოს, გინდ არ იყოს ტუკ-ტუკის ავტომობილი მაინც ძალიან კომფორტულია, ძალიან კარგია. აი, ვისა გაქვთ მაგარი დაკუნთული აესთითი. აი, კუნთები ბევრი არ არის. შეხედეთ.